გამარჯობა ძვირფას საზოგადოება. მართლმადიდებელი ადამიანისთვის მოდერნიზმი ურწმუნოების ან მცირედ მორწმუნეობის კრიტერიუმს მიეკუთვნება. და სწორედ ამ ურწმუნოების და მცირედ მორწმუნეობის ნიადაგზე ის აღმოცენდა ჩვენ საზოგადოებაში და მათ შორის ეკლესიაშიც. თუმცა ასაკვირველია ეს მოდერნისტები, განსაკუთრებით ეკლესიური მოდერნისტები ამას ეწინააღმდეგებენ, ისინი ამბობენ, რომ მათ წამთ და გარკვეულწილად ჩვენ როდესაც ვხედავთ მათ მოღვაწეობას და ან მათ ისტორიას, ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი თითქოს და შეიცვალნენ და თავდაპირველად ასეთები არ იყვნენ. თავდაპირველად ისინი გამოირჩეოდნენ გარკვეული მოშურნეობით, ღვაწლით და ჩვენ ვიცით წმინდა მამებისგან, რომ თავდაპირველად ეკლესიაში, როდესაც მოდის ადამიანი ხდება მორწმუნე, ხშირად ის განსაკუთრებული მადლის ქვეშა, განსაკუთრებულ სიტყვებას გრძნობს, იმიტომ რომ ღმერთი ძალიან ახლოსაა ადამიანთან და ეხმარება საწყის ღვაწლში, საწყის სულიერ ცხოვრებაში, ქრისტიანულ ცხოვრებაში. თუმცა ასევე წმინდა მამები ამბობენ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ღმერთი აძლევს საშუალებას ადამიანს, თითქოს ოდნავ ცილდება მას და აძლევს საშუალებას თავისი ღვაწლით მოიპოვოს ის მადლი. და ეს კი უკვე ზოგიერთი ადამიანისთვის ხდება გარკვევით დაბრკოლების მიზეზი ან ცხოვრების წესის შეცვლის მიზეზი, იმიტომ რომ საცდურები განსაკუთრებით ბევრია, ის თავისი მწირე შესაძლებლობით უკვე ვერ უკლავდება ამას. ის თითქოს ჩერდება, იწყება ერთგვარი სტაგნაცია სულიერ ცხოვრებაში. და ადამიანი იცვლის დამოკიდებულებას და სწორედ აქ უკვე ჩნდება ის პირველი ნიშნები მოდერნიზმისა, რადგანაც ამ ადამიანს უკვე ჭირდება გარკვეული მხარდაჭერა, ასე ვთქვათ, იდეოლოგიური მხარდაჭერა, რასაც მოდერნიზმი სინამდვილეში აკეთებს, ხო? თავისი ასე ღვთისმეტყველური მხარდაჭერა, ასე რომ ვთქვათ, ღვთისმეტყველური იმ გაგებით, როგორ გაუვიოლოს ამ ადამიანს ცხოვრება, ქრისტიანული ცხოვრება, იდეოლოგიური გზა მიუჩინოს, რომელიც უფრო ადვილი იქნება მისთვის ამ პერიოდის გადასალახავად. სწორედ ამაში ეხმარებიან უკვე ეს გამოჩენილი მოდერნისტები და ამ მიმართულებას აძლევენ ადამიანს. ანუ კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ, ადამიანი ამ შემთხვევაში ჩერდება, იწყება სტაგნაცია, მაგრამ სინამდვილეში სულიერ ცხოვრებაში სტაგნაცია, ესეთი გაჩერება, ასეთი არ არსებობს. თუ ადამიანი ჩერდება, არ აგრძელებს ბრძოლას ცოდვებთან, ის სწორი მიმართულებით არ ვითარდება, სულიერ ცხოვრება მუდმივ ამ რიტმში არ იმყოფება, იქ რასაკვირველია ვნებები მატულობს, ეს ვნებები ხდება ამ ადამიანის, ასე ვთქვათ, ორგანიზმის ნაწილი, ჩვენი შიდა ნაწილი ხდება და ამასთან ბრძოლა სულ უფრო და უფრო ძნელდება და ჩვენ ხედავთ, რომ პირიქით სტაგნაციას ან გაჩერებას, ანუ გარკვეულწილად რეგრესს ამ ადამიანებში და ესეთი მაგალითები ბევრი გვაქვს დღეს ეკლესიაში, როდესაც ადამიანი გარკვეული მიდრეკილებები, ან ცოდვები, ვნებები, რაღაც საყვარელი ჭყალებში საყვარელი საქმეები ჰქონდათ ადრე, ეკლესიაში სიარულის დაწყების პერიოდში შეწყვიტეს, გარკვეულად მოინანიეს, როგორც ასევე ჩვენი მამა ლაზარე აბაშიძე ამბობს, მოინანიეს, პირველი ნაბიჯები გადადგეს, დიდი ცოდვები თითქოს და მოიშორეს, მაგრამ მერე უკვე ვეღარ განვითარდა და იწყება სწორედ რეგრესი. ამ რეგრესს, ამ პროცესებს უწყობს ხელს მოდერნიზმი. ადამიანი უკვე ეძებს, მცირედ მორწმუნე ადამიანი ეძებს გამოსავალს. მოდერნიზმი ამ გამოსავალს თავაზობს. მოდერნიზმი თავაზობს ამ გამოსავალს ღვთისმეტყველებაში, ხო, უიოლებს მათ, მინიმალური დოგმატიზმი, თეოლოგიური, სხვადასხვა მიმართულებები. მოდერნიზმი თავაზობს გამოსავალს იდეოლოგიებში, აი ბატონო, აგერ არის. შეგიძლია ჩაანაცვლო შენი სარწმუნოება იდეოლოგიით და აქ შენ შეგიძლია უკვე იპოვო საკუთარი თავი. ანუ მოდერნისტი ეუბნება ადამიანს, შენთვის ეს საკმარისია, არ არის აუცილებელი განვითარდა, მეტი სარწმუნოებას საჭირო არ არის. ის კი არა, რომ უნდოდეს ასეთ ადამიანს უფრო მეტი განვითარება სულიერ ცხოვრებაში, ისინი მღვდლების გულისხმობ ამ შემთხვევაში ზოგიერთ მღვდელს არ უშვებენ სხვა მღვდელთან, სადაც შეიძლება ის სულიერად განვითარდეს. ისინი ეუბნებიან თითქოს დაკმაყოფილდი,
საკმარა, ეს ყველაფერი საკმარისია. საკმარისი არისთვის, საკმარისია ცხონებისთვის. აი სწორედ ამ ახალ სტანდარტს, ცხონების ახალ სტანდარტს, გადარჩენის ახალ სტანდარტს, თავისებურ ხატებას და მსგავსებას უკვე მოდერნისტულს ისინი სთავაზობენ. აი ამ დღეს წესრიგში შემოსვლას სთავაზობენ და როდესაც შემოდის ადამიანი ამ დღის წესრიგში, იმდენად მოწონს, რადგანაც ის ამ ქვეყნიურია ეს ყველაფერი, ეს დღის წესრიგი. იმდენად მიწიერია, იმდენად ეთანხმება ყველაფერს იმას, რაც მას სჭირდება ამ ცხოვრებაში, რომ ის აღარ გადის ამ მდგომარეობიდან. ის ღებულობს ამ მიმართულებას და ამაში რჩება. რჩება როგორც ჭეშმარიტებაში, მისი აზრით სინამდვილეში როგორც მინიმუმ ხილშია და გადაცდენილია ცხონების გზას. იდეოლოგიურად რა ხდება? იდეოლოგიებს სჭირდება მასები. ეს ეხება როგორც ლიბერალიზმს, ასევე ეხება კონსერვატიზმს და ასე სხვა იდეოლოგიებს. რა ხდება ამ მიმართულებით? ჩვენ ხედავთ, რომ ლიბერალები თავისი ეს ყალბი თავისუფლებით ნებისმიერ განსაზღვრებას თავაზობენ სარწმუნოების და ეს მისაღებია. ადამიანი უკვე იძახის, ეს უკვე გადავდივართ ჩვენ ურწმუნო ადამიანის კატეგორიაზე, რომელსაც სწორედ მოდერნისტმა შეუქმნა ესეთი პირობები, რომ დაარქვეს მორწმუნე ადამიანები, რომლებმაც არ იციან რა წამთ, ანუ მართლმადიდებლური მრწამსი არ იციან, შეიძლება მაქსიმუმ ვიღაცამ წაიკითხა ეს მართლობის დროს და არ იციან სარწმუნოება საერთოდ, თუმცა სამ საზოგადოებაში ურწმუნოების სტატუსი არ არის პრივილეგირებული. შენ თუ გეძახი ანუ ურწმუნოს დღეს ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ეს არ არის საპატიო ესეთი სტატუსი, ამიტომ ადამიანს წინს და მას უნდა რომ იწოდებოდეს მორწმუნედ, რადგანაც ის ამბობს, რომ მე მრწამს, სინამდვილეში რასაკვირველი არ ვიცით, რაღაცა კი წამს, მაგრამ არა მართლმადიდებლური სწავლებით, არა ისე როგორც ჩვენ მაცხოვარმა ჩვენ იესო ქრისტემ გადმოგცა ეს სწავლება და მოგცეს, იმიტომ რომ ჩვენ წამს სწორედ ასე უცვლელად. მართლმადიდებლობა სწორედ ეს არის, უცვლელი სწავლების შენარჩუნება, წამსი და აღსარებლობა. აღსარებლობაზე ჩვენ კიდევ მოგვიანებით ვისაუბრებთ. ამრიგად, ლიბერალიც დაინტერესებულია, რომ მას ყავდეს, იმიტომ რომ მას მასები ჭირდება, მას ყავდეს ადამიანთა რიცხვი, დიდი რაოდენობა ადამიანების, მაგრამ ეს ადამიანები იყვნენ მორწმუნეები. ამიტომ რას აკეთებენ? ჩვენ დავინახეთ ახლა მიუხედავად იმისა, რომ ერთი მხრივ მოუწოდებდნენ ძალადობისკენ, რევოლუციებისკენ, შეიძლება რაღაც კოქტეილები ისროლონ, აფეთქონ ადამიანები და ასე შემდეგ, მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება თქვან, აი ჩვენ მამაო, ჩვენაც ვიცით, იქ იგალობონ, გესმით, ჩვენ აი ეკლესიაშიც შევდივართ, ხანდახან შორტებშიც შევდივართ, რასაკვირველია, მაგრამ მე რა ესე მიჩნეულია ესე ამერიკაში დასავლეთმა ესე მიიღო და ჩვენთან რატო არ არის ესე მიღებული? ანუ ისინი თავიანთ დღის წესრიგს გავაზობენ გარკვეულ მინიმალურზე დაბლა დონის მდაბიო სარწმუნოების ელემენტებს, აქ ჩვენ არ გულისხმობთ ლოცვას, რასაკვირველია და გალობას. ჩვენ გულისხმობთ იმ არასწორ დამოკიდებულებას, რომელსაც ისინი ავრცელებენ საზოგადოებაში, რომელთაც ისინი ატყუებენ ამ საზოგადოებას, რადგანაც ეკლესიური ცხოვრება არ არის თამაში და ეს არ არის ეკლესიურობა და რწმენა არ არის რაღაცა განდგომილი მდგომარეობა. ეს არის ცხოვრების ნაწილი, რომელშიც მორწმუნე ადამიანი ცხოვრობს ყოველდღიურად და ასე ვითარდება ესეთ ადამიანი. ამიტომ არის ეს სიცრუე. თუმცა ამ მასებში უკვე ეს სიყალბე და მე ვიტყოდი ურწმუნო მასებში, რომელიც ამაში ვერ ერკვევა, რასაკვირველია, განსაკუთრებით ახალგაზრდებს მინდა გავამახვილო ყურადღება, ამ მდგომარეობას ღებულობენ როგორც ნორმას და ნორმაზე უკეთესაც კი და ისინი განცვიფრებულებიც კი არიან, როდესაც ამ ხელან ეუბნები, რომ ეს მდგომარეობა არ არის სწორი, რომ ეს ყალბი თავისუფლება, ეს ყალბი სულიერება, ეს არ არის ნორმა მართლმადიდებლური, მაგრამ ისინი არ ღებულობენ, რადგანაც უკვე ურწმუნოებამ და მოდერნიზმმა ისინი დაშხამა. მოდერნიზმმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ესენი იყვნენ მათი ადაპტები უკვე. აი ეს მოხდა და იმედი გვაქვს, რომ ეს არ იქნება ხანგრძლივი პროცესი და რაღაც გამოღვიძება ამ მიმართულებით მოხდება. ამრიგად ჩვენ ხედავთ, რომ ეს მასები აწყობთ მოდერნისტებს და ისინი ამ მოდერნიზმში პოულობენ სწორედ გამოსავალს. მოდერნიზმმა ჩაანაცვლა სარწმუნოების ნაცვლად, ასე იდეოლოგიამ ჩაანაცვლა უკვე და სრულიად საკმარისია ამ ადამიანისთვის. იგივე
დაახლოებით იგივე პროცესებს ვაკვირდებით ჩვენ ასევე კონსერვატიულ მოძრაობაში, როდესაც ადამიანები თუმცა არიან ეკლესიის წევრები, ამბობენ რომ აი ქრისტეში გავერთიანდით, რასაკვირველია ბევრი მათგანი გაერთიანდა ქრისტეში, მაგრამ არიან ადამიანები, რომელთაც საერთოდ ურწმუნოებიც არიან, დიახ, აქვთ ტრადიციული კონსერვატიული შეხედულებები, მაგრამ არასდროს არ უცხოვრიათ არც ეკლესიურად, არც აინტერესებთ ეს სარწმუნოება, სიღრმისეულად, მაგრამ სამაგიეროდ იდეოლოგიას აინტერესებს, რომ ყავდეს ესეთი ადამიანები ირგვლივ, რომლებიც ატარებენ ამ სტატუსს, მორწმუნე სტატუსს. დღეს მორწმუნე სტატუსი გახდა ესეთი პრივილეგირებული, ანუ თუ ხარ მორწმუნე ეკლესიური, ესე იგი და რაოდენობრივად ბევრი, ანუ ალბათობა, რომ იქ არჩევნებში გაიმარჯვე და ასე შემდეგ, ასევე დიდია. ან საზოგადოების განწყობა გექნება შენ და ამიტომ ჩვენ ხედავთ რა ასე. ჩვენ ხედავთ გარკვეულ თამაშს, პროფანაციას, აქაც სამწუხარო მოვლენებს. არა მასიურად შეიძლება, მაგრამ ეს მოვლენებიც ხდება, როდესაც ადამიანები იცვლიან, იოლად იცვლიან თავის იდეოლოგიას, რაღაც იდეოლოგიას მოერგებიან და ამ იდეოლოგიას ღებულობენ. ახლა კონსერვატივს ასევე ახასიათებს იცეთი იდეების მიღება, რომელიც გადარჩენის და ცხონების საკუთარ იდეოლოგიურ საშუალებებს, აი თითქოს ერს გააჩნია გარკვეული მისია გადარჩენის და აქ ქრისტე კლებულობს და ერის რაღაცა სულიერი მდგომარეობა წამოიწევა წინ ეს განსაკუთრებით დამახასიათებელია დღევანდელი რუსეთის იდეოლოგიებს, კონსერვატიულ იდეოლოგიებს, რომელიცგანაც იღებენ ჩვენები აქაც. ასევე ეს ეხება ბერძნებს, ვიტყოდი პირდაპირ და ამ იდეოლოგიებს ღებულობს ეს ადამიანი, იდეოლოგიებს ნაცვლად სარწმუნოებისა. თუმცა გონიათ რომ ეს არის სარწმუნოება. აი აქეთკენ მიდის ეს ადამიანი, მაგრამ ყველაფერ ამას აერთიანებს ერთი რამე. ეს არის ან მცირედ მორწმუნეობა, როგორც უკვე ვთქვით, ან ეს ურწმუნო დამოკიდებულება, ურწმუნო მდგომარეობა, რომელშიც ეს ადამიანები იმყოფებიან სინამდვილეში და ამ მდგომარეობიდან გამოსვლას არაპირებენ. ან არც შეუძლიათ უკვე საკუთარი ისეთი დაცემული მდგომარეობიდან გამომდინარე. და ჩვენ ვხედავთ რას? ჩვენ ვხედავთ რომ ფაქტობრივად მოდერნიზმი ხდება შემაკავშირებელი ამ პროცესების. მოდერნიზმი ხდება გამოსავალი ამ ადამიანებისთვის. მოდერნიზმი ხდება ის გზა, რომელსაც ისინი ირჩევენ და არა შემთხვევით ირჩევენ. და აქ უკვე ამ ნიადაგზე თავისუფლად მოქმედებენ მოდერნისტები და ჩვენ რას ვხედავთ? მართლმადიდებელი ადამიანი, როდესაც ამბობს მართლმადიდებელ სწავლებას, დღეს ეს ხშირია საკმაოდ, განსაკუთრებით სოციალურ ქსელში ეს შეინიშნება. მოდერნისტების უდიდესი ნაწილი პირდაპირ გეწინააღმდეგება, მათ შორის ადამიანები, რომელთაც საერთოდ არ აქვთ ურთიერთობა ეკლესიასთან, მაგრამ უკვე აქვთ პრეტენზია, იმიტომ რომ ეს პრეტენზია გარკვეული ესეთი დამოკიდებულება მათ უკვე ჩაუნერგა ამ მოდერნისტებმა, ისინი თვლიან თავს უკვე ესეთი სრულფასოვან მორწმუნე ადამიანად, რომლებმაც მიუხედავად უცოდინარობისა, მიუხედავად ურწმუნოებისა, შეუძლიათ გამოთქვან აზრი და ის კი არა შეუძლიათ აკრიტიკონ სასულიერო პირები, ეკლესია, ეკლესიური სწავლება, ზოგადად მართლმადიდებლობა და ამით იცხოვრენ და სინამდვილეში ცხოვრობენ გართობით, ცხოვრობენ ისე, როგორც ცხოვრობდნენ ადრე. მაგრამ ერთი ფაქტი ის არის, რომ მოდერნიზმი საყრდენს პოულობს ურწმუნოებაში, მაგრამ იქ სადაც არის სწორი სარწმუნოება, სადაც არის აღმსარებლობა, ანუ ამ სარწმუნოების დაცვა, ქმედითი დაცვა, ცხოვრება, იქ მოდერნიზმს არაფერი არ ესაქმება. დიახ, შეიძლება ეს კატეგორია იყოს უფრო მცირერიცხოვანი, მაგრამ აქ მოდერნიზმი ვერ იკიდებს ფეხს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, მოდერნიზმი ურწმუნოებაა, ან მცირედ მორწმუნეობა, რომელიც მიდრეკილია ურწმუნოებისკენ და ეს უნდა დაინახონ ამ ადამიანებმა, სხვაგვარად შეუძლებელია ამ პროცესების გაგება. დიდი მადლობა ყურადღებისათვის და მომავალ შეხვედრამდე.